გამარჯობა მეგობრებო, დღეს უნდა მოგიმზადოთ ინდური ტორტი, რომელსაც აგრეთვე ეძახიან ჩინურ ტორტსაც. დაგვჭირდება 6 კვერცხი, 1 კილო მაწონი, მწიკვი მარილი, 2 ჭიქა ან ცოტა ნაკლები შაქარი, სოდა და ვანილი. გავუთქიფოთ მიქსერით კარგად, დავამატოთ 1 ჭიქა ზეთი, მე ზეითუნის ზეთს ვხმარობ და თქვენ რომელიც გნებავთ. მაწონი რა თქმა უნდა სოდაში ამოყვანილი. ვთქვიფავთ კარგად. ბავშვებიც მეხმარებიან საქმეში, ჩამიმატეს ვანილი. უყვართ ჩემთან ერთად საქმის კეთება, ფქვილს უშვები თვალის ზომით. გავამზადე გარგალი, აგრეთვე გავაკეთე ვარდის მურაბა. დავამატე 2 ბანანი, დავჭერი წვრილად, აგრეთვე გავამზადე მარწყვი. ბანანი თქვენი თვალის ზომით შეგიძლიათ დაჭრათ. გავაკეთე კრემი. მე ვამზადებ რძის კრემს და შემდგომ ვამატებ მოუხარშავს გუშონს. რძის კრემს ვაკეთებ 1 ლიტრა რძით, 1 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა შაქარი, შემდგომ ვადუღებ რა თქმა უნდა, ვშუშავ 5-10 წუთი, ვამატებ ცხელსვე კარაქს, დაახლოებით 150 გრამს, კარგად ვთქვიფავ, შემდგომ გაციებულზე ვამატებ ვანილს, დავამატე როგორც გითხარით მოუხარშავის გუშონი, შემდგომ დავიწყე აწყობა, დავჭერი ბისკვიტი. გავყავი 2 ნაწილად, ერთ ნაწილს დავამატე მარწყვი, გარეცხილად ცოტათი დაშაქრული, ხოლო მეორე ნაწილი გავაკეთე დაჭრილი გარგალით და დაჭრილი ბანანით, ზემოდან მოვაყარე დაჭრილი ნიგოზი და გამომივიდა 2 სახეობის ინდური ტორტი. კრემი უნდა იყოს ცოტა თხელი მასა, ამიტომ ვამატებ 1 ჭიქა ფქვილს და არა მეტს. მოუხარშავი სგუშონი, რუსული სიტყვა, მაგრამ არ ვიცი ქართული შესატყვისი რა არის. უფრო მეტად ათხელებს და კარგი მასაა, რომ ბისკვიტში გადაიზიელოს და ცოტა მისცეს რბილი მასა. გარგალი გამოვიყენე დაახლოებით 8 ცალი. თუმცა ჩემებს მარწყვით უფრო მოეწონათ ინდური ტორტი. ბოლოს ზემოდან გამზადებულ უკვე მასას ვასხავ ეგრეთ წოდებულ პომადკას. თქვენ შეგიძლიათ მოახერხოთ შოკოლადი, მან გააფორმოთ თქვენთვის საყვარელი თხილეულით, როგორც გაგეხარდებათ. მე ვამზადებ 2 კოვზი სახში მქონდა 2 კოვზი კაკაო, დავამატე 1 ჭიქა შაქარი, დავამატე რძე, როგორც თვალის ზომით, ზუსტად არ ვიცი რა რაოდენობა იქნება, ალბათ 3-4 კოვზის ხარშავ და შემდგომ ვამატებ კარაქს, ცხელსვე და ზემოდან მოვასხავ ჩემს გამზადებულ ნამცხვარს. შევიდებ მაცივარში, დილით უკვე არის დარბილებული და გემრიელი. მადლობა ყურებისთვის. გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და შემოგთავაზებთ საინტერესო ვიდეოებს.今度こそ陸上部に入ってもらうぞ。